მოგესალმებით, თქვენ უყურებთ თავისუფალ ტრიბუნას, მეორე არხის პირდაპირ ეთერში ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ჩვენი სტუმრები არიან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თეონა ოთანაძე და კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის დამფუძნებელი ვასილ ურუშაძე, მოგესალმებით. მადლობთ ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის და პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ქალბატონ თეონა, დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეთერს უთმობს კოალიცია საზოგადოებრივ ინიციატივას. მოდი წარუდგინოთ მაყურებელს ჩვენი სტუმარი. დღეს წარმოგიდგენთ ვასილ ურუშაძეს, რომელიც დღეს გადაცემის თემას უფრო მეტად გაშლის და კონკრეტულად ისაუბრებს. პირველ რიგში მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს და ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. გმადლობთ, ბატონ ვასილ, დღეს როგორც მივხვდით, ჩვენ ვისაუბრებთ ზოგადად გზების ინფრასტრუქტურაზე, ტრანსპორტის პრობლემებზე და მათთან დაკავშირებულ ყველა ვითარებაზე, რომელიც დღეს ჩვენ არა მარტო ჩვენ, არამედ ზოგადად მთელ მოსახლეობას აწუხებს. რა არის ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც დღეს გვექნება საუბარი? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, მოგესალმებით თქვენ, გილოცავთ დღევანდელ დღეს. პირველ რიგში მადლობა გადაუხადო თქვენს ტელევიზიას, მადლობა გადაუხადო ნაციონალურ მოძრაობას, რომ დაგვითმოთ, რომ არასამთავრობო სექტორს და სამოქალაქო სექტორს იმის რომ ვისაუბროთ ჩვენს შეხედულებებზე და ჩვენი აზრები გაუზიაროთ როგორც ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებას და ყველა დაინტერესებულ მხარეს. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ზოგადად სატრანსპორტო სისტემაზე და ყველაზე მწვავედ რაც დღეს დგას საქართველოში ეს არის საცობების პრობლემა, რომელიც აწუხებს ყველა ადამიანს, იმ ადამიანებს, ვისაც ყავს ავტომობილი, იმ ადამიანებს, ვისაც არ ყავს ავტომობილი, იმიტომ დღეს ეს პრობლემა არის ყველასთვის აქტუალური, იმიტომ რომ ამას მოყვება ძალიან დიდი შეფერხებები, ამას მოყვება ძალიან ბევრი პრობლემა, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ დაწვრილებით და ასევე შევეხებით ზოგადად სატრანსპორტო სისტემაში არსებულ პრობლემებს და რა გამოწვევები დგას და ასევე ვეცდებით, რომ ამ პრობლემების გადაჭრის გზებიც შევთავაზოთ ხელისუფლებას და ზოგადად გავასწროთ საზოგადოება ჩვენი ხედვები. მოდი დავიწყოთ საცობებით, იმიტომ რომ ძალიან აქტუალური თემა არის და ჩვენთან გადაცემაში ხშირად სტუმრებიც კი აგვიანებენ იმის გამო, რომ არის ეს საცობების პრობლემა. ჩვენ გვახსოვს, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო სწორედ გზების განტვირთვა და ამისთვის მუშავდებოდა სხვადასხვა პროექტი. რამდენად რეალიზებულია დღეს ეს პროექტები თქვენი აზრით და თქვენი ხედვა როგორია? თქვენ თუ გაქვთ რაიმე რეკომენდაციები გზების განტვირთვასთან დაკავშირებით? მადლობა. მოკლედ რომ დავიწყოთ, რომ დავინახოთ საზოგადოებამ, ყველა მერთხე რომ დავინახეთ, რამოდენიმე თვის წინ, ერთი თვის წინ მოხდა ეს, როცა თბილისი იყო ერთ დღეს პარალიზებული საცობებით, როცა მოვიდა ნალექი, ყველას გაუჩნდა ეს შეკითხვა, რატომ, რა მოხდა ისეთი განსაკუთრებული თბილისში, რომ წარმოიშვა უცებ ძალიან დიდი საცობები. მე მინდა პირველი და მთავარი ფუნდამენტური მიზეზი დავასახელო, ეს არის ავტომობილების სიმრავლე. 2005 დღეს საქართველოში არის 1 მილიონზე მეტი რეგისტრირებული ავტომობილი. 2005 წელს იყო დაახლოებით 4000 ავტომობილი რეგისტრირებული. ანუ ყოველ წელს დაახლოებით 50000-დან 70000 ავტომობილამდე ემატებოდა საქართველოს ავტოპარკს და ამათგან კიდე უმრავლესობა არის თბილისში ექსპლუატაციაში მყოფი. შემდეგ ანუ ჩვენ მეტნაკლებად საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება განვითარებდა შესაბამისად საგზაო ინფრასტრუქტურას. შენდებოდა ახალი ხიდები, შენდებოდა ახალი ესტაკადები, შენდებოდა გვირაბები, შენდებოდა მიწის ზედა გადასასვლელები ფეხით, ქვეითად მოსიარულეთათვის, ხდებოდა რებრენდინგის შუქნიშნების, ახალი საგზაო ნიშნების დამატების, ასევე საპატრულო პოლიცია აქტიურად მუშაობდა, რომ განეტვირთა მოძრაობა, მაგრამ 2012 წლის შემდეგ ჩვენ ვაკვირდებოდით ამ პროცესს და მონიტორინგს უწევდით, არც ერთი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი თბილისის მასშტაბით არ განხორციელებულა. ამან გამოიწვია რა, ანუ 2005 წლიდან 2012 წლამდე იზრდებოდა ავტომობილების რაოდენობა, თან მოსდევდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის ზრდა. 2012 წელს შეჩერდა ინფრასტრუქტურის განვითარება, მაგრამ ავტომობილების სიმრავლემ ისევ განაგრძო მომატება. ანუ დაირღვა ბალანსი ავტომობილების ზრდის კოეფიციენტსა და თბილისის ურბანულ განვითარებასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებას შორის, ანუ გაასვა ავტომობილების ზრდა. შესაბამისად მივიღეთ ის შედეგი, რომ ეს ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა, ინფრასტრუქტურა არ დაემატა, წარმოიშვა საცობი. ანუ ავტომობილების გადაადგილების კოეფიციენტი არის შემცირებული დაახლოებით 2-ჯერ. თუმცა ეს ყველაფერი მარტო ავტომობილების სიმრავლით არ არის გამოწვეული, ეს არის კომპლექსური პრობლემა. ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და ჩავშალოთ რა პრობლემები შეიძლება იყოს, რაც იწვევს საცობებს. იწვევს საცობებს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ და გასაკვირი, ჩვენ ვაკვირდებოდით თბილისის ბიუჯეტის განხილვას, როცა ესეთ პრობლემა დგას
ქალაქში და საზოგადოებას აქვს ესეთი პრობლემა 2015 წლის ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. საუბარი მხოლოდ არის რაიონების დონეზე ქუჩების მოვლა, პატრონობა და შეკეთება. ანუ ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამით გავტვირთავთ საცობებს. არ არის ჩადებული პარკირების მიწისქვეშ ან მიწის ზედა მშენებლობა, არ არის ჩადებული ახალი ესტაკადის, ან ხიდის, ან გვირაბის, ან ახალი რამე სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, რომელიც განტვირთავს ქალაქს, ან რაღაც მოძრაობას გადაიტანს მარცხენა სანაპიროდან მარჯვენაზე, ან ქალაქის გარეთ გავიტანთ რაღაც მოძრაობა. ანუ ესეთ პროექტი ფაქტურად ჩადებული არ არის, არც არის საუბარი ხა ტრამვაიზე და სხვა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე, საუბარი ზედმეტია, მე ამაზეც ვისაუბრებ. და სამწუხაროა რომ ეს ყველაფერი ანუ როცა თქვენ აღნიშნეთ ქართული ოცნება ამ დაპირებით გამოდიოდა რომ თბილისი იქნება საცობების გარეშე და ჩვენ მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას და ხშირად ხელისუფლება საუბრობს ტრანსპორტზე როგორც პრემიერ-მინისტრი ასევე სხვადასხვა მინისტრებისგან ხშირად მესმის განსაკუთრებით საერთაშორისო შეხვედრების დროს როცა ისინი ხვდებიან ტრანსპორტის მინისტრებს სხვა ოფიციალურ პირებს საუბარი არის ტრანსპორტზე და რატომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ საქართველოს არის საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული დარგი არის ტრანსპორტი. ჩვენ ვართ სატრანზიტო ქვეყანა და ყველაზე მოწესრიგებული და ყველაზე დიდი ინვესტიცია უნდა იდებოდეს ტრანსპორტში. და სამწუხაროდ დღეს საქართველოს ტრანსპორტი არის აი საერთოდ ესე რომ ვთქვათ, უპატრონო, არც არანაირი კვლევები ტარდება, არც არანაირი სამუშაოები ტარდება, რომ ეს დარგი განმავითაროთ, რამაც საბოლოოდ იწვევს პრობლემებს, გროვდება ეს პრობლემები. შემდეგ ამაზე კვლავ და კვლავ მსჯელობს არაკვალიფიციური კადრები და ვერ პოულობენ გამოსავალს და გამოსავალი ძალიან მარტივია, ძალიან ბევრ რამეში. უბრალოდ ამას სჭირდება მუშაობა, ამას სჭირდება ეფექტური ხელისუფლება, ამას სჭირდება ადამიანები, რომლებიც ამ დარგში ერკვევიან და ცდილობენ ეფექტურად მოაგვარონ პრობლემები. ჩვენ დავით ნარბანიასგან მოვისმინეთ, რომ ანუ საცობებს განტვირთავდა პუშკინის სკვერთან ორმხრივი მოძრაობის და ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა ამ განცხადებას, ვინაიდან ფაქტიურად გამოვიდა, რომ სარეკრეაციო ზონა ეწირებოდა თვითონ პუშკინის სკვერი. რამდენად მართებულია თქვენი აზრით, აი ამ მიზნებისთვის, აი ამ ზონების გაუქმება? ეს ხო საერთოდ ანუ სარეკრეაციო ზონების გაუქმება ძალიან სენსიტიური საკითხია და ეს ამას ხელისუფლება არ უნდა აკეთებდეს თავისთავად როგორც მე მოქალაქე ამას ვამბობ და ვადასტურებ, მაგრამ რა შეეხება ტრანსპორტს, ანუ ჩვენ თუ დღეს გვაქვს სამხრივი მოძრაობა და გვექნება ორმხრივი მოძრაობა, ფაქტიურად ეს ამბობს პირდაპირ იმას, რომ ჩვენ განტვირთვას ვერ ვახდენთ. ანუ ისევ ის ინტენსივობა ხდება, შეიძლება უარესს აღმოჩნდეს და უფრო საცობების წინაშე აღმოჩნდეთ, იმიტომ სამხრივი მოძრაობა ზოგადად იქნება იმისთვის, აი როგორც არის ვაჟებშაველა, როგორც არის ყაზბეგის გამზირი, მოძრაობა განტვირთოს, იმიტომ რომ სამხრივია მოძრაობა, იქ ცხოვრებს უფრო კომფორტულად უხდება ავტომობილების სწრაფად გადაადგილება და შესაბამისად განტვირთვას ეს ლოკალური ერთი დეტალი, როცა ქალაქის მერი ამაზე საუბრობს, უბრალოდ აბსურდულია, რომ ერთი კონკრეტული დეტალით მოვაგვაროთ პრობლემა თბილისში, რაც ეხება საცობებს. რო ჩავყოთ ახლა პრობლემებს, რა პრობლემები იწვევს საცობებს თბილისში? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ვისაუბრებ, მოუწესრიგებელი და ამორტიზირებული საგზაო ნიშნებით. ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ ვაწარმოებთ არც კვლევებს, არც დაკვირვებას, ანუ ძირითადად ამას საპატრონო პოლიცია აკეთებს და თბილისის სატრანსპორტო სამსახური საერთოდ ასაკეთებს, ჩემთვის წარმოუდგენელია და არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. როცა შუქნიშანი ეხება სხვა შპს-ს, მუნიციპალურ შპს-ს, როცა გზის საფარის დაგება ეხება საერთოდ სხვა სამსახურს, როცა ხეების და ასე ვთქვათ დაბელვა და მოჭრა და ასე შემდეგ ეხება სხვა სამსახურს, ანუ ერთმანეთთან კოორდინაცია არ გააჩნიათ, შესაბამისად იწვევს ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ შუქნიშანი არის დაფარული ხის ტოტებით, რომელიცაც უბრალოდ არ ჩანს და ხილვადობა არ არის, მწვანე არის, წითელი არის თუ რა ფერის არის. ანუ ეს საკითხი არის ძალიან დაგსაქსული, დაფანტული. და არ არის ერთ სისტემაში მოყვანილი, რომ ვიღაც იყოს ისეთი ადამიანი, ისეთი სამსახური არსებობდეს, რომლებიც ამაზე ერთობლივად კომპლექსურად ემუშავებდა. პარკირების სისტემა. დღეს თბილისში თავისთავად ავტომობილების სიმრავლემ გამოიწვია ის, რომ საჭირო გაჩნდეს ახალი პარკირების სისტემა. ჩვენ ვყავს ავტომობილი და ეს სავსებით ბუნებრივია. მე არ მინდა საზოგადოებამ გაიგოს, რომ მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ავტომობილების სიმრავლე არის ცუდი. არა, ძალიან კარგია და ჩვენ ვერავის საჭირო პირობებია ავტომობილებს. ჩვენ ვერავის ვერ აუგზავნებთ საკუთრების უფლებას. ადამიანს აქვს სურვილი ყავდეს ავტომობილი, სავსებით მისაღებია, უბრალოდ არსებობს ამისთვის ხელისუფლება,
რომ უპასუხოს ამ გამოწვევას და ის თანხები, რომლებიც ჩვენი გადასახადებიდან შედის ბიუჯეტში, იმ თანხებით ამ გამოწვევას უპასუხოს და შექმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ ჩვენ გადავადგილდეთ ავტომობილით. თორე პრობლემა ის არ არის, რომ ადამიანებს ყავს ავტომობილი და ადამიანები გადაადგილებიან ავტომობილებით. ეს ავტომობილების სიმრავლე ის პრობლემა რაც არის, ამაზეც მინდა ვისაუბრო, ანუ ძალიან 2012 წლის შემდეგ ძალიან სწრაფი ტემპით 2013 წლის შემდეგ უბრალოდ ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყო ავტომობილების სიმრავლის ზრდა საქართველოში და ეს გამოიწვია რამოდენიმე ფაქტორმა. ერთი რომ ჩვენ ყველას გვახსოვს რომ საქართველო გახდა რამოდენიმე წელია 2006-7 წლიდან გახდა ერთ-ერთი ექსპორტიორი ქვეყანა ავტომობილების საქართველოდან, რომელიც არა ვართ საქართველოში არც ავტომობილების წარმოებელი არა ვართ, არც არაფერი, მაგრამ ჩვენ ქვეყნიდან გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ გავამარტივეთ საბაჟო პროცედურები, გავამარტივეთ კანონმდებლობა, საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ბიზნესად და ყველაზე მეტი შემოსავლები ბიუჯეტში სწორედ ექსპორტიდან სწორედ ავტომობილებს ჰქონდა. ამან მიმზიდველი გახდა მეზობელი ქვეყნისთვის. მეზობელი ქვეყნისთვის, ანუ ჩვენ დავიწყეთ ავტომობილების ექსპორტი, ეს იყო პირველი ქვეყანა ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. შემდეგ ანუ ყაზახეთი ყველას კარგად მოგვიხსენება რომ გაწევრიანდა ევრაზიულ კავშირში და იქ საბაჟო პროცედურები შეიცვალა და სადღაც 7 ჯერ გაძვირდა საქართველოსთან ექსპორტირებული ავტომობილის განბაჟება, ანუ ეს ბაზარი ავტოდილერებისთვის ჩაიკეტა და ამ დარგში საქართველოში დაახლოებით 20,000 ადამიანი დასაქმებული, ჩვენ კოლეგა გვქონდა ამაზე ჩატარებული. შემდეგ დარჩა აზერბაიჯანის და სომხეთის ბაზარი. 2014 წლის აპრილში აზერბაიჯანმა მიიღო კანონი, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფოში 2005 წელს ქვემოთ წარმოებული ავტომობილის იმპორტი იგრძელებოდა. ანუ კიდევ უფრო ჩაიკეტა და შემჭიდროვდა ის ბაზარი, რაც ქართულ ავტოდილერებს ჰქონდათ. ამას არ დაიმატა არანაირი გამოხმაურება ხელისუფლების მხრიდან, რომ გამათვის გაემარტივებინა, ჩვენ ამაზე ხშირად საუბრობდით და ხელისუფლებას მიმართავდით, რომ რაღაცნაირად მოიხსნათ ჯარიმები, მოიხსნათ, ანუ ძალიან ბევრი ადამიანს ყავდათ შემოყვანილი 20 და 30 ავტომობილი, რომელსაც გეგმავდნენ გაეყავათ ექსპორტზე აზერბაიჯანში. ისომამისად, თუ 30 დღის განმავლობაში ამ ავტომობილს ვერ გავიყვანთ ექსპორტზე, შემდეგ გვეკისრება საურავები, ჯარიმები, ან გვიწევს მისი განბაჟება, რაც არის დამატებითი ხარჯები და ამაზე ხელისუფლება საერთოდ არ უპასუხა და არანაირად არ იმუშავა ამ პრობლემის მოგვარებაზე, რამაც აიძულა ეს ავტოდილერები ამ ავტომობილებისთვის დაეგდოთ ფასები. ანუ თითქმის 30-40%-ით ავტომობილებზე ფასები დაეცა და ის ავტომობილები, რომლებიც იყო განკუთვნილი ექსპორტისთვის, დარჩა საქართველოში და ანუ საქართველოში შესაბამისად ფასის კლებამ გამოიწვია დაინტერესება ქართველ ყიდველებში და დაიწყო უფრო მეტად ავტომობილის შეძენა ადგილობრივ ბაზარზე. ამას მეევატება მეორე პრობლემა გაზზე, ალტერნატიულ საწვავზე გაზზე გადაყვანის პირობები, რომელიც საერთოდ არ რეგულირდება საქართველოში. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ ადამიანს ვიყიდოთ შიდაწვისრავიანი ავტომობილი, გადავიყვანოთ ალტერნატიულ საწვავზე გაზზე, რომელიც არის შედარებით იაფი და ამის კონტროლი საერთოდ არ ხდება, არავინ არ აკონტროლებს, რაც არის კატეგორიულად აკრძალული და არ შეიძლება და ეს საფრთხეს წარმოადგენს ადამიანებისთვის, იმ ადამიანებს, ვინც ავტომობილში სხედან და იმ ადამიანებს, ვინც ავტომობილის ირგვლივ შეიძლება აღმოჩნდეს იმ დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ავტომობილში დამონტაჟებული გაზის აუზის აფეთქება, ან სხვა ცუდ რაღაცებზე არ მინდა ვისაუბრო, ნეგატიურ რაღაცებზე, ალბათ მაყურებელი გაიგებს, რაც ვსაუბრობ. შესაბამისად, ანუ ერთ დროს ფუფუნების საგნად ქცეული ავტომობილი დღეს იქცა უფრო ეკონომიურად, ვიდრე მუნიციპალური ტრანსპორტი. ანუ ჩვენ თუ დღეს ნებისმიერი მოქალაქე დასაქმებული ადამიანი გადაადგილდებოდა მუნიციპალური ტრანსპორტით, ან სხვა საშუალებით, ან ტაქსით, ან მიკროავტობუსით, თუ დღეს ყავს ავტომობილი, გადაიყვანს მას არ შედარებით იაფასი ან საწვავზე, ალტერნატიულ საწვავზე გაზზე, ბევრად უფრო ეკონომიური გამოდის, ვიდრე სხვა ტრანსპორტით გადაადგილება. შესაბამისად, ამან კიდევ უფრო ხელი შეუწყო სწრაფი ტემპის ზრდამ ავტომობილების რაოდენობის, რამაც მივიღეთ ეს შედეგი, ის გამოც მივიღეთ ეს შედეგი, თუმცა ესეც არ არის პრობლემა. ანუ ამასაც უნდა უპასუხოს სახელმწიფო. კი ფასები დაეცა, ანუ კარგი იქნებოდა თუ სახელმწიფო ჩაერევოდა, თუნდაც აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო და მასთან მოლაპარაკებები შეიძლება და როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა და რაღაც დონეზე დარეგულირებული იყო ეს ავტომობილების იმპორტის საკითხი, შეეძლოთ რომ რაღაც დონეზე შეღავათები გაეწიათ იმ ავტოდილერებისთვის, ასევე გაზზე გადაყვანის შემთხვევაში შესაძლებელი იყო რაღაც რეგულაციები შემოიღოთ და ესეთი რაოდენობით გადასვლა ამ ავტომობილების და უბრალოდ ინფორმირებაც არ ხდება
ავტომობილების თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს და მათ მართლა არ იციან ეს ყველაფერი. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ კომპლექსური სამუშაო უნდა. დიახ, რა თქმა უნდა, ეს კიდე რაღაც ნაწილია, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს ეხლა ახსენი, რატომ სწრაფი ტემპით, რატომ დაიწყო ავტომობილების მომატებამ თბილისის ქუჩებში და ზოგადად საქართველოში. ბატონო, დეტალებში კიდევ ჩაღრმავდებით, ოდნავ მოგვიანებით მაყურებელი ყავს ხაზზე კითხვა არის. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, გისმენთ? გილოცავთ დღევანდელ დღეს გასუხეთ სოფელ დიღმიდან. სოფელ დიღმში გადის 7 ნომერი ტრანსპორტის ზემოთ უბანში. და დღე გამოშვებით თუ გაფუჭებულია, განსაკუთრებით დილის საათებში, რაღაც სამსახურია ადამიანსა და ნახევარზე მეტჯერ აგვიანდება და თუ შეიძლება რომ ცოტა მეტი ტრანსპორტი დაინიშნოს, რომ დილის საათებში მაინც იყოს, რომ 10 ბავშვმა დაეგვიანოს სკოლაში და 10 თანამშრომელმა სამსახურში. ეგ ერთი გაჭირვება. მეორე კანალიზაცია არ არის, განსაკუთრებით ჩოლოყაშვილის ქუჩასა და 500 მეტრ მანძილზე დიდი გაჭირვება. კანალიზაცია არ არის, მთელი წინის წყალი გინდა, თოვლი გინდა, სახლის კანალიზაცია თუ ჩვენ მხარეზე მოდის. ვერცად გაჩერებაზე ვერ გაყვა ნორმალურად სათმული. უნდა ჩაიცა ბოტები ან კალოშები, რომ გახვიდე და თუ შეიძლება რომ მოგხედოთ აი ამ გაჭირვებასთან დაკავშირებით, რომ ელემენტარული მაინც პირობები იყოს. მიგვიეთ ეს ბაკესაბურთალოს ეკუთვნით ტერიტორიულად, მაგრამ ალბათ თაში რო წახვიდეთ ისეთი სიტუაცია არ არის, რაც აქ არის. წყალი არ არის, კანალიზაცია არა, აბსოლუტურად არაფერი არ არის და იქნებ როგორღაც რაც შესაძლებელი იქნება ტრანსპორტი რაღაცა რომ მოგხსნათ. ზოგადად მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა ჩვენ ვიცით გარეუბნებში არის. რაც შეეხება კანალიზაციას, ანუ ჩემი რჩევა ერთადერთი რომ გამგეობას მიმართონ და მოითხოვონ ამ პრობლემის მოგვარება და მეც მიმართავ გამგეობას რომ დაინტერესებს აღნიშნული პრობლემით. მეორე რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა დღეს თბილისში არის მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს ეხება ავტოპარკს, ანუ იმ ავტობუსებს, რომელიც არის მოძველებული, რომელიც საჭიროებს განახლებას და მეორე ეხება სისტემას, ზოგადად სისტემა არის გაუმართავი, ჩვენ ხშირად ვხედავთ ხოლმე რომ რაღაც გარკვეული ავტობუსები გარკვეულ უბნებში არის გადატვირთული და საერთოდ ასვლად შეუძლებელია ხოლმე ხშირი შემთხვევაში, რაღაც რაიონებში და რაღაც უბნებში საერთოდ ავტობუსი მოძრაობს არიელი, ანუ შესაბამისად ჩვენ სანამ რამეს დავგეგმავთ და რამეს ვაწარმოებთ, არ ტარდება შესაბამისი კვლევები და გამოკვლევები. ეხლა მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო, რამოდენიმე დღის წინ ვიყავი ვიზიტით ბერლინში, სადაც გავიცანე სატრანსპორტო სისტემას. ესეთი მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა მე არ მგონია რომ სოფლიოში რომელიმე ქვეყანაში იყოს და მე ჩემი სურვილია რომ როდესმე მოხდეს მაინც საქართველოში მივუახლოვდეთ მაინც ამ სისტემას, სადაც ყველაფერი არის გაწერილი წამობრივად, წუთობრივად და ყველა ადამიანი მოძრაობს თითქმის 80% მუნიციპალური ტრანსპორტით. სადაც ყველა მოთხოვნები მუდმივად მიმდინარეობს დაკვირვება, როგორც კი ოდნავ მაინც გაიზრდება ადამიანების რაოდენობა, ეს იქნება ტრამვაი, ეს იქნება მიწის ზედა, მიწის ქვეშა მეტრო ან ავტობუსი, მაშინვე ემატება ახალი ხაზი, მაშინვე გამოდის ახალი ავტობუსი, ანუ სარეზერვო ავტობუსები ყავდა თუ როგორმე ეხა წინა საახალწლო პერიოდია და როგორც კი გადატვირთვა ხდებოდა, მაშინვე შემოდიოდა ახალი ავტობუსი და ემატებოდა ხაზს. ანუ მე რას გულისხმობ, არსებობს სამსახურები, რომლებიც დღე და ღამე ზიან ონლაინ უყურებენ ამ სისტემას, მუშაობენ საგანგაშო მდგომარეობაში დღე ღამე მაგას მნიშვნელობა არ აქვს, რომ აღმოფხვრილი პრობლემა, რომელიც ეხება ტრანსპორტს, მაშინვე მოგვარდეს. საქართველოსთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, ევროპის ძალიან ბევრ ქალაქში ჩვენ ვერ ვნახავთ ერთ ტრანსპორტს, რომელიც გადაადგილდება ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში. ჩვენთან უმეტესობა გადის ცენტრალურ უბნებზე, რაც ასევე ქმნის საცობად. რატომ არ ხერხდება თქვენი აზრით, სწორედ აი ეს სწორი დაგეგმარება, რომ აი გადაჯდომის სისტემა შემოვიდეს ჩვენთან? სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, სატრანსპორტო სისტემას ჭირდება დაგეგმვა, შესწავლა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება. ანუ იქ ევროპაში ხშირად ხედავთ ხოლმე, როცა მინიმუმ 3 ტრანსპორტის გამოცვლა გინდა თუ ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში მოხვდეთ. თუმცა ეს არ უქმნის პრობლემას მოსახლეობას. თავისთავად ეს იმდენად აწყობილი სისტემაა, რომ აი ზუსტად თუ ჩვენ გადავადგილდებთ ლოკალურ უბანზე ტრამვაით, ტრამვაის გაჩერებიდან ზუსტად იმდენი დროა დარჩენილი, რომ ჩავიდეთ მაგალითად მიწის ქვეშა გადასასვლელში და ჩავიდეთ მეტროში და ზუსტად 5 წუთია შუალედი რომ გადის მეტროს მატარებელი. ან მიწის ზედა, ან დავდივართ მიწის ზედა, გადის მიწის ზედა მატარებელი. ძირითადად ქალაქს ერთმანეთთან უბნებს აკავშირებს მეტრო, ან მიწის ზედა მეტრო და შესაბამისად ლოკალურ უბნებში მოძრაობს ავტობუსი, მოძრაობს ტრამვაი და ასევე ძალიან პოპულარული არის ველოსიპედი. საქართველოში
არც ხდება ეკოლოგიური ტრანსპორტის, ველოსიპედის და ზოგადად სხვა საშუალებების პოპულარიზაცია. როცა ეხლა მინდა შევეხო ერთ საკითხს, რომელიც არ მქონდა დაგეგმილი, ამაზე მუშაობდი საპატრულო პოლიციის ავტომობილებთან დაკავშირებით. ამაზე ჩვენ როგორც პირველად გაისმა ეს ინიციატივა, რომ შემოყავდათ ეს მარკის Ford ინსპექტორების ავტომობილები, მაშინვე როგორც საკმაოდ ძვირადღირებული და ანუ სხვა პრობლემებთანაც არის დაკავშირებული, მაშინვე დავიწყეთ ამ საკითხის მონიტორინგი, რა თქმა უნდა გაგვიჭირდა, იმიტომ რომ შედარებით საკუთარ სამინისტროსთან არც თუ ისე მარტივია ინფორმაციის გამოთხოვა და მის დროულად მოპოვება, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ მოვიპოვეთ, რა თანხები იყო გადახდილი ამ ავტომობილებში. მინდა უბრალოდ შევადარო ანუ საქართველოს და სხვა ევროპული განვითარებული ქვეყნები. საქართველოში, რომელიც არ არის ავტომობილების წარმოებული ქვეყანა, რომელიც არის ძალიან დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებისგან შედგება, შემოყავს ამერიკული ძვირადღირებული ავტომობილი, რომელიც ღირს $50,000. ეს პირველად შეძენის ხარჯი და ექსპლუატაციის ხარჯი სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ წინაზე გვყავდა Volkswagen-ის მარკის საპატრულო პოლიციის, იმიტომ რომ ძრავის მოცულობა იმის იყო 1.8 და 2 ლიტრი და ეს არის 3 და 7 ლიტრი, ანუ ამას ავტო მფლობელი ყველა გაიგებს თუ რა ხარჯებთან გვაქვს საუბარი. თუ ის ავტომობილი 10 litrს წვავს და 100 კილომეტრზე, ეს ავტომობილი წვავს 17 და მეტ litrს. და რატომ? ანუ დაისვა შეკითხვა პირველი შეკითხვა ჩვენ დავუსვი შენაც საკუთრებისთვის, რამ გამოიწვია, რა საჭიროება იყო იმისა, რომ ჩვენ ეს ავტომობილები შეგვეძინა, როცა გერმანია არის Mercedes-ის, Porsche-ის, Audi-ის და სხვა ბრენდების წარმოებელი ქვეყანა და საპატრულო პოლიციის ავტომობილი არის ყველაზე იაფასიანი Volkswagen-ი. ყველაზე პატარა, ყველაზე ეკონომიური. ასევე იტალიის მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, იტალია არის წარმოებელი Lamborghini-ის, Ferrari-ის, Maserati-ის და სხვა ბრენდების და საპატრულო პოლიციის ავტომობილი არის Renault-ის მარკის მცირე ძრავის მოცულობით, მცირე გაბარიტებით და ნაკლებად მაქსიმალურად ეკონომიური ავტომობილი. ევროპის რამდენიმე ქვეყანა საერთოდ გეგმავს ელექტრომობილებზე გადასვლას. ელექტრომობილებზე გერმანიაშიც მაგალითად საუბრობთ BMW-ის მარკის ელექტრომობილი, მაგრამ რატომ არ გადადიან ელექტრომობილებზე? ელექტრომობილების ჯერჯერობით არის ფუფუნების საგანი და მათი შესყიდვა არის ცოტა შედარებით ძვირი და ამიტომ თავს იკავებენ, თუმცა გეგმაში ყველას უწერია, რომ 2025 წლისთვის თითქმის ყველა მუნიციპალური ტრანსპორტი და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტრანსპორტი იქნება ელექტრომობილები და საქართველოში სამწუხაროდ ამ მიმართულებით არავინ არ მუშაობს, ამ მიმართულებით არის არანაირი სტრატეგია, არანაირი გეგმა, რამაც მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რაც დღეს ჩვენთან არის. ასევე მე მინდა ვისაუბრო კიდევ ერთ პრობლემაზე და მოგვარების გზაზე, რაც საცობებს ეხება, ეს არის თბილისის შემოვლითი რკინიგზა. ხშირად საზოგადოებას არის მის ხოლმე და ბოლოს როცა ჩვენმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა, რომ თბილისის შემოვლითი გზა განტვირთავდა თბილისის ქუჩებს, ფერმა ვერ გაიგო, რომელი შემოვლითი გზაზე იყო საუბარი. მე მინდა რომ გავმარტო, აქ საუბარი არის თბილისის შემოვლით რკინიგზაზე, რომელიც დღეს გვაქვს ქალაქის ცენტრში, რომელიც ფაქტურად ქალაქს ყოფს შუაზე და შესაბამისად აფერხებს მოძრაობას ავტომობილებისაც კი და იკავის დამატებით ტერიტორიებს და დამატებით ადგილს. ამ გზის მთლიანად გაეტანა თბილისის გარეთ, შემოვლითი გზის მეშვეობით, შემოვლითი რკინიგზის მეშვეობით, ჩვენ მოგცემდა თავისუფალ ადგილს, ტერიტორიას თბილისის ცენტრში, სადაც შეგვეძლო აგვეშენებინა ისეთი ესტაკადა, საავტომობილო ესტაკადა, ისეთი გზები, ისეთი გვირაბები და ისეთი ხიდები, როგორც ჩვენ გვაქვს ღმერთთა მოედნის სახით და ვაკე სამთავროს ახალი გზის სახით, რომელიც ფაქტობრივად განტვირთავდა მტკვრის მარცხენა სანაპიროს იმ საცობებისგან, რაც საცობებიც იქ არის. გარდა ამისა, პროცესის უსაფრთხოებაზეც იყო, ხო? დიახ, და სამწუხარო ის არის, რომ ამ პროექტის 80% თითქმის დასრულებული არის და არ ხდება 2 წელი მოანდობეს იმისა, რომ რაღაც ხდება გადამოწმება რაღაც ტენდერის და რაღაც. კი, ეს პრობლემა ხელისუფლება იმისთვის არსებობს, უნდა იყოს ეფექტური და იმის გამო, რომ რაღაც პრობლემები იქ არსებობს, საზოგადოებას ამის გამო პრობლემა არ უნდა შეუქმნას. დღეს პრობლემა აქვს საზოგადოებას და ამ პრობლემის მოგვარება არის საჭირო. რაც შეეხება თბილისის შემოვლით რკინიგზას, კიდევ ერთ დეტალს დავამატებ, რომელზეც არავინ არ საუბრობს და ყველა საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ ევროპას უახლოვდებით და ტექნიკური დათვალიერება როცა შემოქონდათ, მაშინ თავარი მიზეზი ის ჰქონდათ, რომ ევროპასთან დაახლოება ამას გვაიძულებს, შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობდა ამაზე სხვათა შორის. არავინ არ საუბრობს იმაზე, თუ სხვა რა მოთხოვნები აქვს ევროკავშირს უსაფრთხოების მიმართულებით.
ევროკავშირის ასოცირების დოკუმენტში ერთ-ერთი დირექტივა არის, რომელიც პირდაპირ გთხოვს, რომ ხელმოწერიდან 1 წლის ვადაში უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. ჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში კატეგორიულად იგზავნება ფეთქებადი და სწრაფად აალებადი ნივთიერებების ტრანსპორტირება. რაც პირდაპირ გვეუბნება იმას, რომ თბილისის ცენტრში, როგორც ჩვენ გვაქვს რკინიგზის სახით, არ უნდა ხდებოდეს ნავთობის ტრანსპორტირება. რაც იწევს საფრთხეს მოქალაქეებისთვის, იმიტომ არის ჭიდროდ დასახლებული, მუდმივად გადაადგილდება ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი და შესაბამისად სარკინიგზო შემთხვევების და კატასტროფის შემთხვევაში შეიძლება ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდეს ჩვენი ქალაქი და შესაბამისად ამას კატეგორიულად გზავნოს ევროკავშირი და უბრალოდ ვერ ხვდები მოტივს, მიზანს იმისა, რომ პროექტი, რომელიც არის 80% შესრულებული, რომელიც განტვირთავს ერთი საცობებს, რომელიც მეორე ევროკავშირთან დაახლოება ამას მართლა გვაიძულებს და ეს აუცილებლად გასაკეთებელია დღეს თუ ხვალ, რატომ არ ხდება ამ პროექტის დასრულება და რატომ არ მიდის ამაზე მუშაობა, ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელია და ვფიქრობ, რომ ალბათ ეს არ გამოწვეული არის უფრო კვალიფიციური კადრების დეფიციტით, იმიტომ არ არიან ადამიანები, ვინებიც შეიძლება ამაზე მსჯელობდნენ, მუშაობდნენ და უბრალოდ იგებდნენ იმას, რა არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რა არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის და არიან გადასულები რაღაც უმნიშვნელო საკითხების ქუჩების სახელის გადარქმევით, რაღაც კი ესეც მნიშვნელოვანია, შეიძლება კარგია, მაგრამ ეს არის, როცა ყველა საკითხი მოგვარებული გვაქვს, პრობლემა არ აქვს და მოდი ახლა ქუჩებს სახელები ვუცვალოთ და რამე ისევ საინტერესო კიდე რამე მომიფიქროთ იქნება. ბატონო ასელ რეკლამის დროა ჩვენს ეთერში, რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ საუბარს მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ გადართო ჩვენს მალე დავბრუნდებით ეთერში. თავისუფალი ტრიბუნა კვლავ პირდაპირ ეთერშია, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ჩვენი სტუმრები არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თეონა ოთანაძე და კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის დამფუძნებელი ვასილ ურუშაძე. ბატონო ვასილ, გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ საუბრობდით გზებზე, გზებთან დაკავშირებულ პრობლემებზე და საცობებზე. კიდევ რა პრობლემები არის, რაზეც თქვენ გსურთ, რომ გავამახვილოთ საზოგადოების ყურადღება? მე მინდა ეხლა ვიცაუბრო იმ გადაჭრის გზებზე, რომელიც შეიძლება ძალიან მარტივად, ძალიან ეფექტურად ახლა მივიღოთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც ეხება საცობებს. რა თქმა უნდა, იმაზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია რომ მოვაგვაროთ ეს პრობლემები, განვითარდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ამისთვის გამოიყოს თანხები და ამისთვის მიმდინარეობდეს აქტიური მუშაობა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად რაღაც რეგულაციებით მოვაგვაროთ რაღაც პრობლემები რაღაც დონით. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ რეგულაციას თუ მივიღოთ, ამით შევაჩერებთ ამ პრობლემებს და სხვა ყველაფერი შეგვიძლია დავივიწყოთ და ახალი ხე არც ხიდები ავაშენოთ, არც გვირაბები და ასე შემდეგ. ანუ თუ დავაკვირდებით, თბილისის ქუჩებში დღის განმავლობაში და განსაკუთრებით პიკურ საათებში მოძრაობს სატვირთო ავტომობილები და კომერციული დანიშნულების სადისტრიბუციო ავტომობილები, რომლებიც სადისტრიბუციო ავტომობილები განსაკუთრებით გამოყოფდი, რომლებიც გზის სავალზე აჩერებენ ავტომობილს, ანუ შედიან დანიშნულების ადგილას, ანუ პუნქტში ეს არის მაღაზია, მარკეტი თუ სხვა, იქ მიმდინარეობს ესეთ რომ ვთქვათ, მოლაპარაკებები, ხდება ანუ ამ ტვირთების გადაცლა, გადმოსვლა და ეს ხდება დღის ჩვენ ნებისმიერ დროს, რომელიც შესაბამისად აფერხებს მოძრაობას, ქმნის საცობს, ასევე სატვირთო გადაზიდვები, რომლებიც მაგალითად ხშირად გვინახია საცობში საღამოს 6 საათზე ან 7 საათზე დგას სატვირთო ავტომობილი, რომელიც არის დატვირთული სამშენებლო მასალით. და შესაბამისად მისი მოცულობა სადღაც 3 ჩვეულებრივ მსუბუქ ავტომობილს უდრის და შესაბამისად ის არის ერთ-ერთი წარმომქმნელი ამ საცობის და ხელისუფლებას დღეს ძალიან მარტივად შეუძლია შემოიღოს რეგულაციები, დააწესოს საათები, მაგალითად სადისტრიბუციო სამსახურებისთვის დილის 8 საათამდე და საღამოს 8 საათის შემდეგ იყოს ნებადართული დისტრიბუცია. ასევე სამშენებლო ტვირთების გადაზიდვისთვის იყოს დილის 8 საათამდე და შეიძლება დაუშვათ შუა დღეს რაღაც საათები და შემდეგ საღამოს 8 საათის შემდეგ. ანუ ეს არის ძალიან მარტივი, ამას ჭირდება ნება, ამას ჭირდება ინიციატივა. ეს არ ეხება ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ეს ეხება კომერციულ ობიექტებს, რომლებმაც კეთილი უნდა ინებონ და ეს რეგულაციები გაითვალისწინონ, იმიტომ რომ არც ერთ ქვეყანაში, არც ევროპულ ქვეყანაში თქვენ ვერ ნახავთ დღის ნებისმიერ დროს მოძრაო სატვირთო ავტომობილს, რომელსაც მიაქვს რაღაც სამშენებლო მასალები, იქიდან ნახევარი ცვივა და ნახევარი რაღაც საშინელ მდგომარეობაში, ასევე სადისტრიბუციო ავტომობილი, რომელიც გზის შუა ნაწილში დგას და ელოდება, როდის გადატვირთავს რაღაც თავის
ტვიტს და ამას რიგი დგას ავტომობილების, რომლებიც ელოდება, რომ როდის მოხდება ამ ყველაფრის დასრულება, შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც ქმნის ამ პრობლემას. ამის მოგვარება არის ძალიან მარტივი, ამას ჭირდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უნდა გაეცნოს თავისთავად ამ კომერციულ ობიექტებს და რომლებმაც უნდა შეცვალონ თავიანთი სტრატეგია, ანუ მიდგომა თანამშრომლებთან, თუ დღეს ჩვენ ქვეყანაში ის ადამიანები, რომლებსაც მე ყველაზე მეტად ვაფასებ, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, დილის 5 საათზე დგებიან და ასუფთავებენ ჩვენს ქალაქს, იმის გამო რომ დისკომფორტი არ შეუქმნან მოქალაქეებს გადაადგილებაში და ასევე ავტომობილებს, სავსებით თავისუფალი და შესაძლებელია იგივე გააკეთოს იმ ადამიანებმა, ვინც არიან დაინტერესებული დისტრიბუციით და ახდენენ, ეწევიან ამ საქმიანობას და ასევე ტვირთების გადაზიდვებს. კიდევ და კიდევ მივდივარ პრობლემამდე, რომ არ ხდება არც შესწავლა, არც ანალიზი და არც არანაირი რეგულაციებზე ან გადაჭრის გზებზე მუშაობა. თვლით, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, პირდაპირ შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი დავუბრუნოთ ხელისუფლებას, ვთქვათ, რომ არ არის ეფექტური ხელისუფლება, ვერ ახდენს ამ პრობლემების მოგვარებას, მაგრამ თუ ამ ყველაფრის ხარჯზე ჯერ არ ჩვენებამდე 2 წელი არის დარჩენილი და სანამ მოქალაქე ამას გაანალიზებს და შემდეგ გადაირჩევს ამ ხელისუფლებას და შემდეგ ის ახალი ხელისუფლება მოვა და დაიწყოს ამ პრობლემის აღრობას, ამან შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნას მოქალაქეებს. ჩვენ დაკვირვება ვაწარმოეთ, როცა ძალიან დიდი საცობი იყო, ეს იყო 24 ნოემბერი, თუ არ ვცდები, საღამოს 6-დან 7 საათამდე თითქმის პარალიზებული იყო 112, სადაც ზარებს პრაქტიკულად არ პასუხობდნენ. არ ხდებოდა გადაადგილება სასწრაფო და საგანგებო სამსახურების, ეს იქნება სამაშველო, სახანძრო თუ სასწრაფო. ამას შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მოქალაქეებს, რომელიც ეხება სიცოცხლის ყოფას, ხო? როცა ადამიანს ჭირდება დახმარება, შველას თხოვს სამაშველო სამსახურს და უბრალოდ იმის გამო ქუჩები არის გაჭედილი და მოძრაობა საერთოდ არ არის. იმაზე ხო საუბარია, რომ გზა დაუოთმოთ ან ცალკე გზა იყოს სახანძრო ან სასწრაფო სამსახურისთვის, უბრალოდ ვერ ახდენს გადაადგილებას, რაც თავისთავად ძალიან დიდ დარტყმას და ეს თქვა ზიანს აყენებს მოქალაქეებს და შესაბამისად აუცილებელია რაღაც თუნდაც ემხრობი რამოდენიმე საკრებულოს უმცირესობის წევრის გამოთქმას, რაღაც საგანგებო კომისიას. ამას უნდა შეიქმნას რაღაც კომისია, რომელსაც იქნებიან უმცირესობის წევრები, სადაც იქნება უმრავლმოწვეული უმრავლესობა და ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები, ის ადამიანები, რომლებიც მართლა საქმიანობენ და არიან ამ სფეროში დასაქმებული, არიან პროფესორები, არიან ლექტორები, აქვთ გამოცდილება წარსულში იყვნენ დასაქმებული, ყველა დაინტერესებული ადამიანი, ვისაც რაღაც კვალიფიკაცია გააჩნია, რომ რაღაც რეკომენდაციები ძალიან მარტივი მიიღონ, თუნდაც ის, რომ რასაც მე დღეს ვამბობ, რომ ამაზე თუ დასხდება თბილისის საკრებულო და იმუშავებს ან პარლამენტი, რომ რაღაცნაირად დაარეგულირონ ამ კომერციული სატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირება თბილისის ქუჩებში და ასევე სამშენებლო სატვირთო ავტომობილების ტრანსპორტირება, რაც ძალიან ცოტათი, მაგრამ რაღაც ზონით შეამსუბუქებს და შეღავათი იქნება, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. თუ ჩვენ 2015 წლის ბიუჯეტში არ ჩავდეთ ახალი რაღაც ინფრასტრუქტურული საკვანძო პროექტების მშენებლობა, თუ ჩვენ არ გადავიტანეთ თბილისის რკინიგზს და შემოვლიდზე და არ გაუშვით ექსპლუატაციაში ის პროექტი, რომელიცაც ეწოდება თბილისის შემოვლით რკინიგზა და იქ არ აშენდა ახალი სატრანსპორტო საავტომობილო ტრანსპორტის მაგისტრალი და რაღაც ახალი დამატებითი პროექტები არ განხორციელდა და ფაქტიურად ჩვენ ძალიან სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდებით, ფაქტიურად გადაადგილება ერთადერთი მეტროს საშუალებით მოხდება თბილისის ქუჩებში და ასევე მინდა კიდევ ერთ ხელ მივმართო თბილისის მერიას, რომ ძალიან დიდი ყურადღებით მოიკიდოს მეტროს სისტემას, მეტროპოლიტენს, იმიტომ რომ როცა მე აღნიშნე, რომ სექტემბერში ვამბობთ, რომ როგორც კი ნალექს მივიღებთ წვიმის სახით, სიტუაცია გაუარესდება. ეხლაც ვამბობთ იმას, რომ როგორც თოვლის სახით მივიღებთ ნალექს და ამას დაემატება ყინვა, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება და შეიძლება თითქმის გადაადგილება შეუძლებელი იყოს თბილისის ქუჩებში. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს ალტერნატიულ ტრანსპორტს, მეტროს, თუ იქ არ დავხვდებით შესაბამისად, თუ არ იქნება დამატებული იქ ახალი მეტროს ვაგონები და თუ ზოგადად ექსპლუატაციის სისტემა არ იქნება გამართული და უფრო სწრაფად არის მოძრავი, შესაბამისად იგივე პრობლემას წინაშე აღმოჩნდებით, იქ იქნება რიგები, იქნება გადატვირთული მოძრაობა და შესაბამისად იქაც შეიძლება მივიღოთ იგივე პრობლემა. ბატონო, მაყურებელი ყავს ხაზზე კითხვა არის, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ?
ალო. მოგესალმებით, გისმენთ. მოგესალმებით, გენაცვალე, გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობთ ასევე. ასეთი შეკითხვა მაქვს. 9 წელიწადს ნაციონალური მოძრაობა მართავდა სახელმწიფოს. ახლა 2 წელია ესენი მართავენ. უგაცრავად იმათ არ მიიღოთ, 10-ის მომხრე არ ვარ და 10-ის პარტიის წევრი არა ვარ. მაგრამ 9 წლის განმავლობაში ხალხისთვის, საზოგადოებისთვის მე ასაკოვანი კაცი ვარ. სტალინის დროიდან მახსოვს ყველაფერი. 15 წლის ვიყავ სტალინი რო გარდაიცვალა. თქვენ რო თავს რო იქებთ, არაფერი არ გაგიკეთებიათ ხალხისთვის. ის დაემართება სულ იმ თავრობას, რომელიც არ გაიზიარებს ხალხის აზრს. ამიტომ თავის კვებას შევეშვათ, შენ კაი ბიჭი იყავი, მე კაი გლახა ბიჭია. ეს პროპოზიციის გამოხატვა იყო. ბატონო ასელ კიდე ერთი თემა, რომელიც ძალიან აქტუალური არის, ეხება ტექდათვალიერებას, როგორც ვიცით, გადავადა 2 წლით აუცილებელი ტექდათვალიერების შემოღება, ამან რა პრობლემები შეიძლება შექმნას? თავისთავად ამ საკითხზე ჩვენ დამეპირდათ ძალიან აქტიურად მუშაობდი, უწოდით მონიტორინგს ამ პროცესს და ეს პროცესი იყო ძალიან ბუნდოვანი, ამაზე არაერთხელ ვისაუბრდი და კიდევ ერთხელ მოკლედ გავემეორებ, როცა ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლებამ აღმოაჩინა ჩანაწერი, რომ თითქოს ხელმოწერის შემდეგ 4 წლის ვადაში უნდა მოწესრიგდეს და აუცილებელი გახდეს ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება. რატომღაც უცებ ყველაზე პრიორიტეტულად ეს საგანი აღიქვეს და ეს დირექტივა და განცხადება გავრცელდა, რომ 2014 ჯერ პირველად ბატონ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს გაკეთდა ეს განცხადება, რომ 2014 წლის 1 იანვარს ამოქმედებოდა ტექნიკური დათვალიერება, შეიქმნა უწყებათა შორის საბჭო, სადაც შედიოდნენ სხვადასხვა მინისტრის მოადგილეები, მინისტრები და ასე შემდეგ, რომლებსაც უნდა შეემუშავებიათ სპეციალური გეგმა, სტრატეგია თუ რა სახით, როგორ, რა ვადებით, რა მოთხოვნებით უნდა აღდგენილიყო ტექნიკური დათვალიერება, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩავთვლილიყავით ამ პროცესში, ვთხოვდით, რომ ვიყავით დაინტერესებული მხარე და გქონდათ ჩვენი ხედვები, ჩვენი შენიშვნები და გთხოვთ, რომ ჩავხდოთ ამ პროცესში. მათგან იყო სრული იგნორი და საბოლოოდ ბოლოს დაგვიდასტურეს, რომ მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიკრიბნენ და იმჟელეს რაღაც მარჯვენა საჭიანი, მარცხენა საჭიანი ავტომობილებზე, ხო მეცე არაფერზე და შემდეგ უცებ ვიგებთ, რომ საქართველოს შემოდის ერთ-ერთი გერმანია ტურეილანდი, გერმანული კომპანია ტურეილანდი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ტექნიკური მომსახურების სერვისს. თავისთავად ლოგიკურად გაგვიჩნდა შეკითხვები, ქონდა ჩვენი ხედვები, თუ როგორ თუ უწყებათა შორის საბჭოს ეს არ შეუმუშავია, ეს გადაწყვეტილება არ მიუღია, ექსკლუზიურად ტენდერის გარეშე, კონკურსის გარეშე შემოყავს გერმანული კომპანია და ვამბობთ, რომ ეს იქნება, რომელიც ჩვენთან უზრუნველყოფს ტექნიკურ დათვალიერებას, თუმცა საქართველოში არსებობს ტექნიკური სერვისები, რომლებიც დღეს ეწევიან არასავალდებულო ან თვითნებით ტექნიკურ დათვალიერებას და სავალდებულოა სატვირთო ავტომობილებისთვის და იმათ ტექნიკურ დათვალიერებას, ან მათი სრული იგნორირებით ხდებოდა ესეთი რაღაც, რაც ჩვენ საფუძვლიანი როცა ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ და ყველა ეთერიდან და ყველა კომენტარისგან თავს არიდებდნენ მაშინდელი პასუხისმგებელი ორგანოები, ეკონომიკის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩვენ ვივარაუდეთ და გავაკეთეთ განცხადება, რომ შესაძლოა და დღეს უკვე დარწმუნებული ვართ მაგაში, რომ ყველაფერს უკან იყო კორუფციული და ბიზნეს ინტერესები იმალებოდა, იმიტომ რომ უბრალოდ არალოგიკურად ჟღერდა ის, რომ ის არგუმენტი რატომაც ამბობდნენ, რომ ეს ტურეილანდი უნდა შემოსულიყო ამ ბაზარზე, რომ ის იყო ერთ-ერთი კომპანია, რომელიც იყო კვალიფიციური, რაც ნამდვილად ესე არ არის, ათასობით ორგანიზაცია არსებობს, კვალიფიციურიც არსებობს ადგილობრივი, ჩვენ უნდა წავახალისოთ პირველ რიგში ადგილობრივი ბიზნესი და ხელი შევუწყოთ განვითარებაში ადგილობრივი ბიზნესი და ეს არგუმენტები ფაქტობრივად იყო მიუღებელი. შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ ამის მონიტორინგი. ვცდილობდით, რომ მიგვიღო ინფორმაცია, თუ იდგმება რამე ნაბიჯები, თუ აკეთებთ რამეს, თუ ტარდება კვლევები, თუ მუშაობთ სტრატეგიაზე, როგორ უნდა იყოს რაღაცეოს, ამაზე იყო იგნორი. წერდნენ, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი არ არის განხილვაში და ასე შემდეგ. შემდეგ დავინახეთ, რომ 2017 წლისთვის უბრალოდ მოისროლეს. კი არ გადადის ამას ქვია მოსროლა, იმიტომ თავის პასუხისმგებლობა მოიხსნეს, ალბათ ჩემი ვარაუდით ვერ განახორციელეს ის გეგმები, რაც მათ ჰქონდათ ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებით, ეს შეიძლება არ ეხებოდეს პირდაპირ ხელისუფლებას, შეიძლება იყოს ვიღაც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, მე ამაზე ზუსტ ინფორმაცია არ მაქვს, ეს არის ჩემი ვარაუდი და საფუძვლიანი ვარაუდი, იმიტომ მე კითხვებზე პასუხს ვერ ვიღებდი და მქონდა სრული უფლება იმისა, რომ მე ჩემი ვარაუდი გავამეხატა და ჩემი აზრი დამაფიქსირებინა, რამაც გამოიწვია ის, რომ ეს პროექტი ფაქტურად ჩაიშალა და გადადეს 2017 წლისთვის, ანუ რა მოხდა?
ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს ამას, გვავალდებულებს რაღაც დოზით, თავარი მიზანა სწორედ ეს არის კიდე ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, საზოგადოებას არ ვაწვდით, ხელისუფლება არ აწვდის სწორ ინფორმაციას. შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე ამბობს, რომ ევროკავშირთან დაახლოება ერთ-ერთი კომენტარია მაესტროზე, სადაც ის ამბობს, რომ ევროკავშირთან დაახლოება გვაიძულებს ამას. ზოგადად ფორმულირება გვაიძულებს, ესე იგი არის ცუდი და ამას გვაიძულებენ. ეს არასწორი იყო, არასწორი მიდგომა იყო. ევროკავშირის ასოცირების დოკუმენტში საუბარი არის მხოლოდ იმაზე, რომ თუ თქვენ გინდათ რომ შემოხვიდეთ ევროკავშირში, გახდეთ ჩვენი ოჯახის წევრები, თუ თქვენი ავტომობილი გინდათ რომ ვაღიაროთ ჩვენს, რომ შემოხვალთ ან ჩვენი ტრანსპორტირება რომ მოხდეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ჩვენ მარტივად გადავალგეთ, როცა შემოვა თავისუფალი მიმოსვლა ვიზების მოხსნა, ჩვენ შეგვიძლია მარტივად თუნდაც მიმოგზავნოთ ან საქმიანი ვიზიტით ავტომობილით გადავადგილდეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ამისთვის აუცილებელია რომ ჩვენ გქონდეს რაღაც სერტიფიკატი, რომელიც ევროსტანდარტებს ვაკმაყოფილებთ ეკოლოგიური კუთხით, იმიტომ სხვადასხვა ქვეყნებს ქალაქები არის ჩაკეტილი, რომლებიც ქალაქები ევროპაში, სადაც ამბობენ, რომ ევრო 5 სტანდარტის ავტომობილი შეიძლება მხოლოდ გადაადგილდეს, იმიტომ ყველაზე ნაკლებად ეკოლოგიური, რომ არ დააზიანოს გარემო, არ დააზიანოს მოქალაქეები და ამ შესაბამისად ჩვენ ყველა ავტომობილს უნდა გავატაროთ ტექნიკური დათვალიერება, სადაც იქნება მითითებული, რომელ ევროსტანდარტს აკმაყოფილებს, ის არის ევრო 1, ევრო 4, ევრო 3, რომ მას პრობლემა არ შეექმნა ქალაქში გადაადგილების. თავისთავად, ჩვენ ევროკავშირი ხელს გვიწყობს ამაში, რომ მარტივად მოხდეს ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ ქვეყნებში და ევროკავშირში და არა ის, რომ გვაიძულებს, რომ ეს არის რაღაც ცუდი და ეს არის გვაიძულებს იმას, რომ ეს ტექნიკური დათვალიერება თქვენ თუ არ გექნებათ, და რაღაც ძალიან არასწორი მიდგომა არის ხელისუფლების მხრიდან ზოგადად მოქალაქეების მიმართ და არასწორად ხდება ინფორმაციის გავრცელება და ყველაზე მნიშვნელოვანი სანამ გააგრძელებდეთ ჩვენ მაყურებელი ყავს მას ინიციატივა აქვს იმ ერთ-ერთ თემაზე რომელზეც თქვენ საუბრობდით მოვასწრებ ჩვენ მის შემოყვანას მოგესალმებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ შეიძლება ახალგაზრდასთან მოგესალმებით გისმენთ გამარჯობა გენცვალეთ მაინტერესებს იცით ბატონმა ბძანა რომ აი დისტრიბუციის საკითხებიო მოგვარდებაო ისევ რომ შუაღამისას მოხდეს შეტანა მაგრამ ესე მარტივად ხო არ არის მთელი ქალაქის ბიუჯეტი თითქმის ნახევარი მაინც დამოკიდებულია აი ამ დისტრიბუციაზე და ის ობიექტები, მიმღები ობიექტები. ესე იგი პრაქტიკულად შემოთავაზება არის რომ 24 საათი იმუშაოს ამ დისტრიბუციამაც მიმღებამ და ქალაქმა უნდა იმუშაოს 24 საათი. ესო ხარჯებს გამოიწვევს და ჯობია უფრო რომ ღამე იმუშაოს მერიამ და საბიუჯეტო სტრუქტურებმა უფრო მარტივად გადაწყდება და ძალიან ბევრი მანქანები ყავთ მათაც. ხო და უკეთესი იქნება. აი წინადადება ესე აი სმენელის. გმადლობთ. ბატონ ვასილ 1.5 დაგვჭა, ამიტომ მეკითხავთ. რაც შეეხება ღამით გადაადგილებას, რა თქმა უნდა მე არ მაქვს საუბარი რომ ღამე მოხდეს ამის გადაადგილება, სპეციალური საათები გამოიყოს. ეს შეიძლება იყოს დილის 7 საათიდან 8 საათამდე და 9:30-მდე იყოს შუადღე, დაახლოებით 2 საათიდან 4 საათამდე და იყოს 8 საათის შემდეგ 10-მდე და 12 საათამდე. სპეციალური დროები, ის დრო, როცა ადამიანი სამსახურში მიემგზავრება და სამსახურიდან მოდის იმ საათებში არ არის მიზანმიმართული იყოს სატვირთო ავტომობილების ტრანსპორტირება და კომერციული და სადისტრიბუციო ავტომობილების ტრანსპორტირება. მე ეს არის ჩემი ინიციატივა, ეს არის აპრობირებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ყველგან ეს ხდება და არ ამგონია ეს პრობლემას ქმნიდეს თბილისის ბიუჯეტისთვის, რომ ხამე მოვთხოვოთ მათ საქმიანობა, ეს უბრალოდ ალბათ იუმორი იყო, ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა და თეონა, ვინაიდან თქვენი პარტიის განკუთვნილი ეთერი იყო, 2014 წელი სრულდება, სულ ცოტა ხანში დგება 2015 წელი. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ მაყურებელს, რას ეტყოდით თქვენ ჩვენს მაყურებელს, რას უნდა ელოდონ 2015 წელს. მადლობა, ვისარგებლებ თქვენი ეთერით და ჩემი და ნაციონალური მოძრაობის სახელით მიულოცავ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას დამდეგშობა ახალ წელს. მიულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს დამდეგშობა ახალ წელს და ვუსურვებ კეთილდღეობას, სიხარულის და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წელი ყოფილიყოს.
2015 წელი. მადლობა. მადლობა გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის და წარმატებას გისურვებთ ერთმანეთს უკვე შეხვდებით მომავალ სეზონზე. მაყურებელს შევასწავლეთ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობოდა პოლიტიკურ გაერთიანებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ჩვენი სტუმრები იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თეონა ოტანაძე და კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის დამფუძნებელი ვასილ ურუშაძე. მე ხვალამდე გემშვიდობები და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. ნახვამდის.